არასტორია ის ხო ქართველია კაცო. საცაგინა წავიდე ხო ქართველი ვარ და გული შემტკივა და ჩემი გულის ფესვები ხო ჩვენ მიწაზე გინდა ჩემი გინდა თქვენი კაცო. არასტორია ეგ არის ერთს მიუმატოთ ერთი. არასტორია. ის იმიტოა და წასული რომ შენ გააგდე და კიდე ხმას არაძლევა ესე იგი კიდე ძირკავ კაცო. ის წავიდა იმიტომ რომ გაგეცალა შენ რომ ცხოველი ხარ და რომ რაღაცა მოიპოვოს და კიდე აქ არ შეიძლება. ერთს მიუმატოთ ერთია ეგ. ერთს მიუმატოთ ერთი ბავშვმაც იცის. ქართველის ფესვები საცაგინად წავიდეს აი აქ არის. მაგათო როგორც აწყობთ ისე აკეთებენ რა. როგორც აწყობ ჩვენ ვართ გადაყრილი მონები. რატომ უნდა ჩამოვართვან, არ უნდა ჩამოვართვან. გადაგვარდა ეს ქვა საქართველო არ. ეხლა ჩამოსვლაზე ამოდონა ფული უნდა დახარჯონ ჩამოსვლაზე ხმის მიცემაზე და უკან უნდა წავიდნენ და ეს კანონიერი არ არის კანონიერი. თუ საქართველოს მოქალაქეები არიან და ჩაწერილები არიან, უფლება აქვს არჩევნებზე ხმა. კი. ჩემი აზრით არა. რა ვიცი, მე მაკითხებს ამ სათვალო გადაცემაში ერხავსა. უნდა ხონდეთ ხმის უფლება. თუმცა ახლა ხმას მისცემ თუ არ მისცემ მაგასაც დიდ მნიშვნელობა არ აქვს. იმიტომ რომ მიცვევს თulis იმარჯვებს. აზრი არ აქვს არჩევნებში მისვლას. ისე რომ მადამად დიდი ის არ არის ახლა და ნუ ზოგადად ახლა მაგაგებითა და მაგიმითი კი ბატონო არ უნდა წაართვან ხმის უფლება. თუმცა მაგაზედი საჯიბროტო საკითხები სხვა ბევრია უფრო რა. ეგ არაფერი დიდი მთავარი არ არის. არაფერი აი ძირითადად მიწევს რომ ხიდიან და სამშობლოს რომ ქართველებს რომ ისე გტოვებენ. ეგ არის ყველაზე დიდი მტკივნეული საკითხი და რა თუნდა ჩამოვართოთ. ისიც ხო ჩვენი ხალხი არის. რა ხმის უფლება რა სამჩევშვილი იქ არის. პირიქით ემიგრანტები იქ უნდა გააკეთონ საარჩევნო ყუთი და იქ უნდა მისცენ ხმა. მიიღონ მონაწილეობა მთავრობის არჩევაში. რა თუნდა ჩამოერთვას რა ისინი ქართველები არ არიან. როგორ ჩვენა გვაქვს უფლება ისე იმათა. დღეს იქ არიან, ხვალ ჩამოვლენ აქ იქნებიან. სამუდამოდ ხო არ არიან წასულები. თვითონ უნდა ხმები აიწიონ და ძალა უფლება ჩაიგდონ ისევა ხელში. მიგრანტების დიდი ძალა არის საზღვარგარეთ. და არ აწყობთ რა თქმა უნდა ეს. ეს არის დიდი უსამართლობა.